ფაქტები, საზოგადოების ჩართულობა, ანალიზი, მთავარი თემები. საზოგადოებრივ პოლიტიკურ თოქ-შოუში თემა ნანა რობაქიძესთან ერთად. საღამომშვიდობისა პირდაპირ ეთერშია საზოგადოებრივ პოლიტიკური თოქ-შოუ თემა მე ნანა რობაქიძე ვარ. კომუნიკაციების ეროვნულ მარეგულირებელი კომისიის მიერ დაკისრებული ვალდებულების ფარგლებში ტელერადიო კომპანია რიონმა ოფიციალური წერილი გაუგზავნა თითოეულ საარჩევნო კვალიფიციურ სუბიექტს, რომლის თანახმად საშუალება აქვთ მათ პირდაპირი ეთერის მეშვეობით კიდევ ერთხელ მიმართონ საკუთარ ამომრჩეველს. დღეს კი გადაცემის სტუმრები არიან პაატა ზაქარეიშვილი, რომელიც გახლავთ პარტია გახარია საქართველოსთვის ქუთაისის მერობის კანდიდატი, კონფლიქტოლოგი, უფლებადამცველი, აფხაზეთის ომის ტყვეთა გაცვლის კომისიის ხელმძღვანელი 1992-97 წლებში, 2009-2011 წლებში საქართველოს სასჯელ აღსრულების დეპარტამენტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ხოლო 2012-2016 წლებში სახელმწიფო მინისტრი. და ასევე წარმოგიდგენთ გიორგი ამაღლობელს, რომელიც გახლავთ მშენებელი, ინჟინერი, ომისა და სამშვიდობო მისიების მონაწილე, 8 აგვისტოს ომის მონაწილე, ავღანეთის მისიების მონაწილე. მინდა შეგახსენოთ ბატონო პარტია საქართველოსთან დიახ, რა თქმა უნდა, პარტია საქართველოს მერობის კანდიდატი. მინდა შეგახსენოთ სწორედ ამას ვამბობდით პარტია საქართველოს მერობის კანდიდატი. თქვენ შეგიძლიათ გვიყუროთ როგორც პირდაპირ ეთერში ტელერადიო კომპანია რიონის ეთერით, ასევე შეგიძლიათ გვისმინოთ რადიო ეთერის მეშვეობით, რადიო რიონის ეთერის მეშვეობით FM 105-სა და 5-ზე. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის, ძვირფასო სტუმრებო, ალბათ საინტერესოა ჩვენმა ქუთაისელმა მაყურებელმა მოისმინოს თქვენი საარჩევნო პროგრამების შესახებ, რა პრიორიტეტებს გამოკვეთავთ პირველ რიგში, რას თვლით აუცილებლად გასაკეთებელ საქმეთ და რა მიგაჩნიათ ზოგადად მნიშვნელოვანი ქუთაისისთვის. მაგრამ მოდით წარადგინეთ თავიდან თქვენი თავი და ბატონ პაატა, პირველად თქვენ უნდა წარადგინოთ და რატომ მაყურებელს უნდა ავუხსნა. გადაცემის დაწყებამდე ჩვენ მოვახდინეთ წილისყრა ნუმერაციის მეშვეობით და ბატონ პაატას პირველი ნომერი ამოვიდა შესაბამისად, მან უნდა თქვას პირველი სიტყვა და შემდეგ ბატონ გიორგის დაუთმობთ ეთერს. გისმენთ ბატონ პაატა. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, ბატონ გიორგის განსაკუთრებული პატივით მივესალმები. სამწუხაროდ უნდა აღვნიშნოთ, ჩვენთან არ არის მესამე ფიგურანტი, თქვათ ასე, ქართული ოცნების წარმომადგენელი, ამიტომ პატივისცემით ვერ მივესალმები მას. უცნაურია, რომ ქართული ოცნების წარმომადგენელი ამ შემთხვევაში და სხვაგან არ ვიცი სხვა დროს ალბათ შეხედება ესე, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში თავი არის და არ არის, ჩვენთან არ არის, არ ვიცი მიზეზი რატო არ არის, თუმცა გულახდილად გითხრათ, მე მოვედი მასთან სადებატო და მას დავუსვათ კითხვები, იმიტომ რომ მოქმედი მერია, ანუ მოვალების შემსრულებელია და ბუნებრივია, მასთან საინტერესო იქნებოდა დებატები, თუმცა ჩემს პატივია ბატონ გიორგისთან ერთად ეთერში ყოფნა. ნამდვილად საინტერესო იქნებოდა, რომ სამივე ყოფილიყავით, მესმის აბსოლუტურად თქვენი. დიახ. მე გახლავთ პაატა ზაქარეიშვილი, როგორც ითქვა, პარტია გახარია საქართველოსთვის მერობის კანდიდატი ქუთაისში. ქუთაისი ჩემთვის, თუმცა ქუთაისელი არა ვარ, მაგრამ უცხო ქალაქი არ არის. მე 12 წელს როცა კოალიცია ქართული ოცნება მოდიოდა ხელისუფლებაში, მაშინ წყალტუბოში ვიყრიდი კენჭს მაჟორიტეტის კანდიდატი. გაიმარჯვა კოალიცია ქართულ მოწნებამ და დღემდე უკვე არა კოალიციის სახით, არამედ პარტიის სახით არის ხელისუფლებაში და იქიდან გამომდინარე, ხალხი ქუთაისი და წყალტუბო რამ გაყოდა, პრაქტიკულად შტაბი აქ იყო ცენტრალური და ჩემთვის ქუთაისი იყო მნიშვნელოვანი 4 თვე ცხოვრობდი აქ, შეიძლება ასე ითქვას, ეს ერთი, მეორეც სასჯელ აღსრულების დეპარტამენტში მუშაობდი და ეს ტყუილა და არ ჩავწერე ჩემს ხელწარდგენაში. ქუთაისში მოგეხსენებათ იყო სასჯელ აღსრულების დაწესებულება ციხე იყო, ამიტომ უკვე 2009 წლიდან მოყოლებული ქუთაისთან მქონდა ასეთი პოლიტიკური ციხის საშუალებით, შეიძლება, ამიტომ კარგად ვიცი ამ ქალაქის მთელი პირობითად 2009 წლიდან მოყოლებული, ჩემთვის ქუთაისი არის. სენსიტიური თემა ახსენეთ ციხესთან დაკავშირებით. ნებისმიერ სახელმწიფოში ციხე აუცილებელია და ჩვენ მაშინ დავწერთ რეფორმები ციხეში, ამიტომ ჩემს მნიშვნელოვანია ესა. მაშინ მიხეილ სააკაშვილი იყო იუსტიციის მინისტრი, მე მაშინ ახლოს ვიყავით და მთხოვა რომ მაშინ გადმოვიდა შინაგან საქმეთა სამინისტროდან იუსტიციის სამინისტროში
ციხეები, საშინელი მდგომარეობა, საშინელი კორუფცია და ჩვენ ვთქვით, რომ თუ ჩვენ კორუფციას დავამარცხებთ ციხეებში, კორუფციას დავამარცხებთ მთელ საქართველოში. მე იქიდან წავედით უკვე ადგილობრივ არჩევნებში, სააკაშვილი გახდა საკრებულოს ხელმძღვანელი, თავმჯდომარე თბილისში მე გავხდი საკრებულოს წევრი, ყველაფერი არ ჩავწერეთ აქ თუ ასე რომ საკრებულოში მუშაობის დიდი გამოცდილებაც ანუ ადგილობრივ თვითმმართველობაში მუშაობის დიდი გამოცდილებაც გამაჩნია და გარდა მისა ამ ორომტრიალში აღმოჩნდი კოტას ეკლესიიდან მე ვსწავლობდი სასულიერო აკადემიაში როცა შემოთავაზეს ადამიანის უფლებების დაცვა ამ უფლებათა დამცველიც არის ჩემს ჩამონათვალში იმიტომ რომ თავიდან პირველივე დღეებიდან საქართველოს დამოუკიდებლობის დღეებიდან მომიწია ადამიანის უფლებების დაცვა ამიტომაც მოხდი მე ომში აფხაზეთში და იქ მომიწია ადამიანის უფლებების დაცვა ტყვეების გაცვლას შემდეგ და შესაბამისად მთელი ჩემი თუ შეიძლება შეგნებული ცხოვრება ბოლო 30 წელია საზოგადოების წინაშე ვარ და წარმოვადგენ როგორც წესი იმ ადამიანების უფლებას ვისაც უჭირს თვითონ დაიცვას თავისუფლებები. ციხეშია, ომშია, ან დაკარგულია, დაღუპულია, გარდა შესაბამისად, აი ამ კატეგორიის ახლა დაღუპულ ადამიანს ბუნებრივი ოჯახი ყავს და ოჯახის ინტერესებს ვიცავდი და ასე შემდეგ. ამ მთელი ჩემი ცხოვრება არის ექსტრემალურ ვითარებაში ჩავარდნილი მოქალაქის უფლებების დაცვა, თუ შეიძლება ასე ითქვას, მოკლედ რო თქვა, ვინა ვარ მე. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა. ბატონ გიორგი, იგივე კითხვით მოგმართავთ. რა შეგიძლიათ გითხრათ თქვენს შესახებ? შესახებ რაც შეეხება ვარ მშენებელი ინჟინერი, არ ვარ გამოცდილი პოლიტიკოსი, ამას ვიტყვი პირდაპირ, იმიტომ რომ ბევრმა იცის და ვინც მე მიცნობს, იციან რომ მე პოლიტიკასთან არ მქონია შეხება. უბრალოდ მაგრამ ეს გადაწყვეტილება მიიღეთ. კი, ეს გადაწყვეტილება მივიღე იმის შემდეგ, რაც დაიწყეს ამგენმა ეს 8 აგვისტოს ომი, რომ ქართველების ბრალია და ქართველებმა დაიწყო თვითონ საერთოდ სად იყვენ მაგ პერიოდში ეს მაინტერესებს პროსტა. სად იყვენ მაგ დროს, როცა ომი მიმდინარეობდა ქვეყანაში და თუ ის იცოდნენ, რომ არასწორად ხდებოდა ომი და ქართველებმა დაიწყეს ომი თავის დროზე რატო არ ამცნეს მოსახლეობას, რომ ასე ხდება და ამ რაღაცას უკეთებს ქვეყანას ეს იმ დროისთვის მყოფი პრეზიდენტი, აი სააკაშვილის რასაც აბრალებენ მაგას. სააკაშვილი თუ რამეზე არის დასჯილი და არის დასაჯელი, აი უნდა ედაონ იმაზე, რაზეც აქვს სადაო და ფაქტი უკავიათ ხელში თუ არა. ვერ გავიგე ახლა ომის დაწყებას აბრალებენ, ხო და შაბალ კოსტუმებზე და ამ რაღაცებზე ასამართლებენ. ეს რა მიდგომა არის საერთოდ და როგორ უხვევენ ხალხს, თვალებს და როგორ აყრიან ნაცარს, აი ამ ყველაფერმა გამოიწვია ის რომ მე გადავწყვიტე პოლიტიკაში მოსვლა. და მინდა რომ პოლიტიკასაც აი რო ახსენებენ პოლიტიკა ბინძურიაო, საიდან მოიტანეს ეს სიბინძურე პოლიტიკის, ეს გააბინძურა თვითონ ბინძურმა ადამიანებმა. აი როგორი ხელისუფლებას ყავს დღეს, აფათურებენ ხალხის ჯიბეში ხელებს და თვითონ ყველა მაზღარი ახლა დაერიან ერთმანეთს, ჯერ იზახოდნენ ჩვენ ისეთი ხალხი ყავსო პარტიაშიო, რომ ფულიო რო დაუყარო პრემიერ-მინისტრმა, წინო ხელს არ მოგიდებს არავინ აზრებათო და ხელს ახლა ფულს აღრიფულს არ მოგიდებენ მართალია, იმიტომ რომ იქ მილიარდს ვერ დაყრე ადამიანი და ამდენს ცოტა დიდ ფულზე აქვს საუბარი და როგორაც კიდევენ ხელს კი ვხედავთ ახლა აგერავა 20 წელს 2020 წელს დაწყებულა ფულის გათეთრება და ახლა გაიგეს თურმე რა ქვეყანაში ვცხოვრობთ ან რა მართველი რგოლია ან არ ვიცი ვისაც ავალია კორუფციასთან ბრძოლა ამდენ ხანს სად იყო და ეძინათ გასაგებია თქვენი მოსაზრებები. მადლობა ბატონ გიორგი. ბატონ პატა, ხომ არა გაქვთ თქვენი საპასუხო სათქმელი 2008 წლის ომთან დაკავშირებით განსაკუთრებით, იმიტომ რომ თქვენ ფაქტობრივად აი ამ ხელისუფლებას არა, ხო, არა, მე 2008 წელს მე ოპონენტი ვიყავი ნაციონალური მოძრაობის, მაგრამ რაც ბატონ გიორგი თქვა, აბსოლუტურად ვეთანხმები. 2008 წლის ომი მოამზადა და განახორციელა რუსეთმა. და რაც მოხდა ამ კომისიის პარლამენტში ახლა კომისიის უკენის კომისიის მოქმედებით, ეს რა თქმა უნდა, ყოველთ მიუღებელი ეს არის ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური და წინ დახვდება ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს დახვდება წინ ამ კომისიის დასკვნა და სრული სოლიდარობა ბატონ გიორგისთან, მართლაც როგორ შეიძლება მხოლოდ გამოყოს ქართული მხარე და მხოლოდ ქართულ მხარეზე ლაპარაკ, როცა მთელი ეს 2008 წლის ამბები ააგორა რუსეთმა და ამაზე ლაპარაკობდა 2008 წლის თებერვლიდან, როცა უკვე პუტინმა რეგულარულად დაიწყო ლაპარაკი, რომ კოსოვოს პრეცედენტი განხორციელდება კავკასიაშიც და კაფეოთ ამბობდა საქართველოს მისამართით. ამიტომ არაფერი არ ელაპარაკო რუსეთზე.
და ილაპარაკო მხოლოდ საქართველოზე. ახლა მართლა ყოთ ვცდილობ რომ ჩემი სიტყვები ავწოდო და ძალიან ამორალური ქცევა რა თქმა უნდა. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ისევ თქვენ საარჩევნო პროგრამას და მოსახლეობას უნდა წარუდგინოთ საარჩევნო პროგრამა, რას აპირებთ თუ კი ამომრჩეველმა თქვენ მოგცათ ხმა, გაიმარჯვეთ და გახდით ქალაქის მერი. ბატონ გიორგი, ახლა თქვენთან გადმოვდივარ სიტყვით. ჩემი მერობის გახდომის შემთხვევაში ჩვენ გვაქვს პროგრამა შესაბამისი გაწერილი ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის. ჩვენ მინდა რომ ჩვენი ქალაქი ვაქციოთ მწვანე ქალაქად, იყოს რას ნიშნავს მწვანე ქალაქი? რას ნიშნავს მწვანე ქალაქი და აი გვინდა მაგალითად ხალხს შესაძლებლობა მივცეთ, გავაკეთოთ სუბსიდიები იმაზე, გავაკეთოთ ქარხანა პანელების წარმოების, მზის პანელების წარმოების ქალაქში თვითონ ქუთაისში, შესაბამისად დასაქმდება ხალხიც, შესაბამისად გახდება მოთხოვნადი შესწავლა ამის მონტაჟების იქნება, მოქმედების იქნება თუ შემდეგი მოვლის საშუალება ხო დასაგეგმი იქნება ამას პირადად თვითონ კერძო პირი ვერ განსაზღვრავს მის მუშაობას და ვერ მოიხმარს სპეციალისტის გარეშე. შესაბამისად დასაქმდება ხალხი ამ საქმეში, გვინდა ის რომ ყველა ადამიანს კონდეს თავისი ყველა ოჯახს თავისი ელექტროენერგია ოჯახში და მოხსნილი იყოს გადასახადებიდან და შევქმნათ ისეთი ქალაქი რომ რა ვიცი ვფიქრობთ კიდე აი ავამუშაოთ ისევ აი დაუბრუნოთ ჩვენ ქალაქს ინდუსტრიული სახელწოდება რაც ქონდა ადრე და მოქმედებდა ბევრი ქარხნები იყო ჩვენ ქალაქში მაგალითად ავტოქარხანა გვინდა ისე გვაქვს მაგის პროგრამაც რომ გამოუშვას ავტოქარხანამ ელექტროავტომობილები ეს ელექტროავტომობილები ელექტროავტობუსებიც რომელიც მოემსახურება ქალაქს პირდაპირ უშუალოდ ახლა ჩვენ მოგვეხსენება რომ ქუთაისში ტრანსპორტი ძალიან რთულ სიტუაციაშია და ხალხის ჭყლეტვა ავტობუსებში ასე რომ ვთქვა მერიას როგორ არ აქვს იმის რესურსი რომ ის მაინც გათვალოს რომ ავტობუსი დაამატოს მე კიდე ავტობუსების მდგომარეობა ხო სავალალო არის რა ვიცი რომ დაამუხრუჭებს ავტობუსი ტორმუზის ხმები ისმის ისეთი სასწაო არ ვიცი თუ ჩერდება საერთოდ დატორმუზებულზე ეს ავტობუსები დამუხრუჭებულზე ასე რომ ვთქვა ჟარგონულ სიტყვებს ვიყენებ მაპატიეთ ამის გულისთვის მაგრამ ხო ტრანსპორტთან დაკავშირებით ეს შეგვიძლია შევცვალოთ შეგვიძლია პირველ რიგში უნდა დავიწყოთ ამ ქალაქში სანიაღვრე სისტემების და კანალიზაციების მოწყობა. არ შეიძლება ასე მოუწესრიგებელი წყალი, სასმელი წყალი, კანალიზაცია, სანიაღვრეები, აი წყლები ხალხს აი კერძო სახლებში ვინ ცხოვრობს, ახლა მე ძალიან ბევრი მეგობარი მყავს თითქმის ყველა უბანში. ხო და რომ მიწევს ახლა მეგობრებთან ის რომ ბევრს აქვს ის იმას უჩივის რომ აი მაგარი წვიმების დროს წყალი შემოგვის სახლში. ხო და აი ეს პრობლემები არის აღმოსახველი ყველაფერი რა. გასაგებია. მე აღარ ჩავდივარ დეტალებში, ნუ საიდან აპირებთ ფინანსების მოძიებას, იმიტომ რომ საერთოდ რო ამის საშუალებას არ გვაძლევს, თუმცა სიამოვნებით აქვს ბიუჯეტი და შეიძლება იმ ბიუჯეტის ფარგლებში გაკეთდეს. ბატონ ბატას არ მინდა დრო წავართო ბატონ ბატა, თუ თქვენ აგირჩიათ მოსახლეობამ და გახდით ქუთაისის მერი, რას გააკეთებთ პირველ რიგში? რა გაქვთ გაწერილი პროგრამაში? დიახ, ნამდვილად ამაზე უკვე ბევრი მაგნაფიქრალი და ჩემს გუნდთან ერთად რომელიც წარმოადგენს ქუთაისში გახარია საქართველოს პარტიას, მშვენიერი გუნდია რომელიც საკმაოდ კვალიფიცირებული და კომპეტენტური ადამიანებია დაკომპლექტებული. მან წარმოვიდგინოთ ვითარება, როცა ადამიანი შედის ბინაში და აღმოაჩენს რომ აბაზანიდან წყალი იღურება. რას აკეთებს? წყალს მოწმენს თუ სხვა რამეს აკეთებს? ონკანს კეტავს. რა თქმა უნდა. ანუ ჩემი თავარი ამოცანა იქნება ონკანის დაკეტვა პირველ რიგში. ჩვენ ახლა უყურებთ ბოლო ერთი კვირა უსამარცხინო სცენებს ტელევიზიით. ყოველ დღე ახლა რომ მოდიოდი ტელევიზიებმა გადმოსცეს რომ კიდე მორიგი კორუმპირებული ჩინოვნიკი დააკავეს თანაც საუბარი არა 1000-ზე, არა მილიონზე, ათეულობით მილიონზე ლაპარაკი. გამოუგნებელი ციფრებია და ეს მოდის ეხლა კი არ აღმოაჩინეს 20-იანი წლებიდან მოდის. მაგრამ ქუთაისთან მინდა კავშირში რომ დაუბრუნდეთ. ქუთაისი საქართველოს ნაწილია?
რა თქმა უნდა საქართველოს ნაწილია, ამიტომ ქუთაისკენ მოდივა. ხო, ამიტომ ონკანს წყალს ქვია კორუფცია. სადაც კი დავდივარ. სულ ესმის. რატო არ არის გატანილი მაგალითად ნაგავსაყრელი ამ დღემდე? იმიტომ რომ ატკატებს ითხოვდნენ. რატო არ არის ეს ქარხანა აშენებული? იმიტომ რომ ატკატებს ითხოვდნენ. რატო არ არის ანუ ატკატი აქ ვისწავლე ეს სიტყვა ქუთაისში. ანუ სწორია, არასწორია, სწორად იყენებენ, არასწორად იყენებენ. სულ მესმის რომ ქუთაისის შეჭამა კორუფცია. მესერთი. მეორე, ნებისმიერი ქვია, ქალაქი არის ცოცხალი ორგანიზმი. იკვებება როგორც ცოცხალი ორგანიზმი. ამიტომ ბათუმშიც არის კორუფცია, თბილისშიც ამაგამ. ბათუმი და თბილისი ვინაიდან მაგ თავიანთი თქვათ ასე შემოსავლების ზღვა, დედაქალაქი, არა, იკვებებიან გარეთ, როგორც ცოცხალი ორგანიზმი. ხო, იკვებებით და მე ამას ხარჯავთ უკვე ჩვენ ორგანიზმი ამას ხარჯავს, მაგრამ ორგანიზმი როგორც გარეთ არ იკვებება, თავისთავად შიგნიდან ჭამს, არა? სუსტება, ხალხი გადის და მე საბოლოო ჯამში ხო და მაგაზე ქუთაისში კორუფციის აღმოფხვრას. ამიტომ მე ხაზი გავუსვით ციხეებში შემუშაობას. მაშინ ყველაზე ბინძური სიტუაცია იყო ციხეებში. სააკაშვილმა შემაგდო ციხეებში. იმისოდა რა ჩემი გამოცდილება აფხაზეთში, რომ ასევე რომ მე მერვიტან არადოს სულ ყოველთვის დავდიოდი, აი ფსალმონის სიტყვები რო თქვათ, ვიდოდიხა შორის აცუთა სიკვდილისათა, ვიდოდიხა შორის არჩდილთა კორუფციისა, არა მეშინოდა მე. ანუ ყოველთვის ვებრძოდი კორუფციას. ამიტომ გახარია ამ პარტიამ თხოვა და იმედი აქვს ჩემი, როგორც სააკაშვილის ქოლა თავის დროზე იმედი, რომ მე არ გავაჭაჭენებ არსად კორუფციას. შესაბამისად, დავიწყებ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მოусპობ ყოველ მერიის დონეზე, მოусპობ ყოველგვარ შანსებს გარიგებისას. ანუ მერების დონეზე, ხო, მართლა ჩემს გუნდში უამრავი ადამიანი, ვინც მუშაობდნენ და მუშაობენ, ქვია, ან მერიაში, ან იყვნენ საკრებულოს წევრები, ყველა მიცის ეს ხრელები უკვე კარგად, ყველა მიცის ნაპრალები. მე მართლა საქართველოს საქართველოს და შესაბამისად, ყველგან ვიცი თბილისში რა ხდება ვიცი და შესაბამისად საქმე, რომ ქუთაისის საჭმელი და არაფერი არ აქვს, შიგნიდან ხრავს თავის თავს. განსხვავება ესა და ამიტომ ხალხი გადის, ხო, რომ ბათუმში, თბილისში იგივე კორუფცია და კიდე მეტი მხოლოდ იმიტომ რომ გარედანა შემოდის. ამიტომ მე ვიქნები პრინციპული იქნება გამჭვირვალეობა. ანუ მე ვენდობი პირველში ჩემ საკრებულოში, მეორე, მე აუცილებლად ვენდობი ქუთაისში არსებულ ძლიერ სამოქალაქო სექტორს. იმათ კარგად ვიცნობ, ისინი კარგად ვიცნობენ, კარგად იციან ისი გამკეთებელი ვარ და ზამკეთებელი არა ვარ. შევქმნი ჩემთან მერიასთან დობის ჯგუფს, არა ჩემი დობის ჯგუფს, ქუთაისის დობის ჯგუფს, რომელიც ქუთაისელი წარმოადგენენ თავის წიაღიდან ხალხს, ალბათ მათი 5-დან 10 კაცამდე საკმარისი უნდა იყოს ღირსეულ ქუთაისლებს, რომელიც ეცოდინებათ, ისინი გაწყვეტილებას ვერ მიიღებენ, ხალხს არჩეული ვერ იქნებიან, არ იქნებიან, მაგრამ ეცოდინებათ დეტალებში, ყოველი თეთრი როგორ დაიხარჯა, ეცოდინებათ როგორ ღებულობთ გადაწყვეტილებას, როგორ არ ღებულობთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მათ მიაჩნიეს სწორად. ერთ წელიწადში, უფრო ადრე, 6 თვეში, ქუთაისში შეწყდება ჭორები ატკატებზე და ჭორები კორუფციაზე. მას არ ექნება არაერთი საფუძველი. ბიუჯეტი იქნება აბსოლუტურად გამჭვირვალე. ეცოდინება ყოველი თეთრი სად იხარჯება. მე ეს გამოვლილი მაქვს არაერთხელ მინისტრი ვიყავი და ხედავდი და ვაკეთებდი ამას, მქონდა უამრავი რესურსები, თორემ მუშაობდი და აფხაზურ მხარეზე, ოსურ მხარეზე ეს სათამაშო თემები არ იყო. ანუ ყოველი თეთრად ისეთი თანხები მოძრაობს, რომელიც შეიძლება იოლად გადაეტანო გადმოიტანო, იმიტომ რომ ბევრი რაღაცები მეორე მხარიდან დამალულია. ყველგან ვარ შემოწმებული და არასდროს არ ჩავჭრილო. არასდროს არ ჩამვარდნია თემა, ამიტომ ჩემი თავარი ამოცანეს ონკანი, რომელსაც ქვია კორუფცია, გადაიკეტოს და ყველა ქუთაისად დარწმუნებული იყოს, რომ რაც იხარჯება სწორად, ან მისი აზრით არასწორად, მაგრამ არ ექნება არანაირი კითხვა თუ რაში დაიხარჯა ესა და ეს ფული. ამას გამორიცხულია. ჩვენ ახლა გვიყურებს ყველა თაობის მაყურებელი და მინდა აღნიშნო, რომ ძალიან სერიოზული, დიდი გადინება ხდება საქართველოსთან, განსაკუთრებით ქუთაისიდან, ხო? ფაქტობრივად ქუთაის ფუნქცია აქვს დაკარგული. რას ფიქრობთ თქვენ? ბატონ გიორგი, თქვენ მოგმართავთ, როგორ შეიძლება ახალგაზრდების დაკავება ქუთაისში გიფიქრიათ დაუშვათ? გიფიქრია და შესაბამისი პროგრამაც გვაქვს, კი, შემოგიძლია ჩვენ რასაც აი რაც გვაქვს პროგრამით გაწერილი ეს თანამედროვე ტექნოლოგიები, ეს ყველაფერი დაკავშირებული არის განათლებულ ახალგაზრდობაზე. აი ჩვენ როგორ დააკავებთ ქუთაისში ახალგაზრდებს? რას შექმნით, რას გააკეთებთ? აი კონკრეტულად რომ
ძალიან მიგრო ვერ კითხვაზე გასცეთ პასუხს. რაც გვაქვს დღევანდელ პროგრამაში ჩვენ აი ვთქვათ ამ ელექტროპანელების ქარხნის კი შესაძლებლობები კი აი აქ ეს თანამედროვე ტექნოლოგიებით იქნება ყველაფერი და შესაბამისად ჭირდება თანამედროვე ახალგაზრდობა და თანამედროვე აზროვნება ამ ყველაფერს რომ უფრო იმართოს და უფრო დახვეწილი გამოვიდეს ეს ჩვენ შეგვიძლია პირველადად მივაწოდოთ ახალგაზრდებს მე ისიც აღვნიშნე ამას ჩაწერა მქონდა ნეგატივზე და იქაც აღვნიშნე რომ ჩემ თლიან სამოქმედო პროგრამას ჩემი მერობის გახდომის შემთხვევაში გამოვაქვეყნებ ექნება ყველა მოქალაქეს წვდომა რომელიც გააკონტროლებს მიმდინარეობს თუ არა პროგრამის მიხედვით მოქმედება ქალაქში ეს აი როდესაც დავიწყებთ ამ პროგრამის ამოქმედება ჩვენ ძირითადად ახალგაზრდების დასაქმებით დაიწყება ეს ყველაფერი აქ მიექცევა ყურადღება ახალგაზრდების განვითარებასაც სწავლას განათლებას და რა ვიცი ძალიან ბევრი რაღაცა კარგი გვაქვს განათლებისთვის ეს ყველაფერი შეამცირებს როცა სამუშაო ადგილები გაჩნდება ქალაქში თავისთავად შეამცირებს ახალგაზრდების გადინებას ქალაქიდან ანუ სერიოზული დატვირთვა თქვენ მაინც აქცენტირებულად გაქვთ ინდუსტრიულ ქუთაისზე და მწვანე ქალაქზე და დასაქმებაც ამ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქალაქი რომ მოხდება ახალგაზრდების კარგით ბატონ ბატა თქვენ როგორ ფიქრობთ როგორ შეიძლება განსაკუთრებით ახალგაზრდების ყველა თაობის წარმომადგენლების რა თქმა უნდა მაგრამ განსაკუთრებით ახალგაზრდების იმიტომ რომ ისინი ჩვენი მომავალი თაობაა და ახალგაზრდებს უნდა იყოს გათხოვთ თუმცა რა თქმა უნდა ჩვენ თაობა და ჩვენ თაობაც არ უნდა დაგვავიწყდეს იმიტომ რომ ერთმანეთს ვავსებთ და მინდა კორუფციაზე დავიწყე და კორუფცია ქვია ანუ თუ გამჭვირვალე იქნება ყველაფერი და თუ უცხოელ ინვესტორებს აღარ შეეშინდებათ ქუთაისში ინვესტიციების დაბანდება წამოვა რა თქმა უნდა ინთებებზე რა ბატონი გიორგი ლაპარაკობს უამრავ სხვა თემებზე მართლაც ქუთაისი აი მაგალითად იგივე რა ბათუმი ვახსენე ბათუმს თავისი ზღვა აქვს მას ვერ წაართვა თბილისი დედაქალაქია ვერ წაართვა რუსთავია მას თავის ზღვა აქვს თბილისი ქვია ამ ზღვას ანუ ისეთი რაღაც ისეთი ბუნებრივი ფენომენები რომელიც ვერ წაართვენ ამათ ქუთაისს უნდა შევძინოთ აუცილებლად მისი ზღვა ანუ ის რაღაც ხო და მაგისკენ მიდივარ ხო და ეს არის ქუთაისმა შეიძლება დაიბრუნოს სწორედ ინდუსტრიული ქალაქის კონტექსტი და საქართველოში არის ორი ბუნებით ნაჩუქარი ორი ფენომენი სოფლიოდობრივად ერთნაირი მოსაზრება ხო ეს არის ტრანზიტი საქართველოს არის ტრანზიტის ტერიტორია და აღმოსავლეთ დასავლეთით გადის ჩვენზე მიტომაც ახლა როცა ტრამპის გზა მუშავდება აზერბაიჯანის სოფლის მმართველობით კიდე მეტად დაიწურთება საფრთხეა კიდე მეტი წურთები წამოვაჩვენოთ და ორი პორტია ხო ჩვენთან არის ორი პორტი სხვა არც ერთი პორტი არა შავ ზღვაზე გარდა საქართველოსი მესამე შეიძლება დაემატოს ანაკლებს და შემდეგ ამ საქართველოს არის რა ქვია დერეფანი რა ქვია ტრანზიტის მეორე ფუნქცია შეიძლება პირველიც იყოს ეს არის სოფლის მეურნეობა საქართველოს უნიკალურ გეოგრაფიულ ადგილზე ჩვენ სამხრეთ არის უკვე უდაბნო არაბული სამყარო და ისრაელი გახდა უნიკალური აგრომრეწველი რეგიონში საქართველოს ქუთაისს აქვს უნიკალური ფუნქცია გახდეს აგრარული ინდუსტრიის და ქვია ცენტრი იმერეთი მთლიანად და ქუთაისი ხა ჩვენ არ ვისარეპარება რომ ქუთაისი მეორე დედაქალაქია და მეორე ქალაქია საქართველოში სამწუხაროდ მოსახლეობით ეს აღარა უკვე მაგრამ თავისი ისტორიულობით ფუნქციით ვერ არასებობს ქართული რომ კითხვა რომ მითხარი მეორე ქალაქი რომელია და შეეშალოს და დაფიქრდეს მაშინ იტყვის ქუთაისი ანუ ქუთაისი მას უნდა იყოს უნიკალური ფუნქცია უნდა იყოს აგრარული ინდუსტრიის კონტექსტი თუ მოსპოვილი იქნება კორუფცია თუ არ იქნება არანაირი ატკატები თუ ერთ-ერთი ყველაზე იაფი იქნება აქ სახსრების დაბანდება ძალიან ბევრი ქვია დაინტერესებული სახელმწიფო რომელიც აწარმოებს მაგალითად ტრაქტორებს გვაქვს ქუთაისის ამაზე მანქანებს არა აუცილებელი მერსედესები აწარმოებენ და მაინც არის აწარმოებენ რომელიმე ძალიან სპეციფიური მაგალითად პატარა ტრაქტორები საშუალო ტრაქტორები და ამით მოახდინა ანუ ინდუსტრიული თუ შეიძლება ასე ითქვას სოფლის მეურნეობაზე ორიენტირებული ინდუსტრია მაგრამ რასთავარია ეხლა ბიუჯეტი აქ ქუთაისს აქვს 180 მილიონი ლარი დასაწყისში ქონდა 11 და მხოლოდ არჩევნების გამო დააყარეს ზემოდან ფული ცუდი არა კარგი არა ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის შეზღუდული და მინდა უბრალოდ დღეს ბიუჯეტი და შევადარ ერთმანეთს თბილისისა და ქუთაისის ბიუჯეტები მხოლოდ ერთ პარამეტრს ვიტყვი ცოტა გვაქვს რა სოციალური ხარჯების ერთ მოსახლეზე რა ვთქვა თბილისი დიდიაო და ქუთაისი პატარა არა ერთ მოსახლეზე თბილისში არის 446 ლარი ერთ ადამიანზე
ჯანდაცვა და სოციალური ხარჯები 456. ქუთაისში 158. კატასტროფა. და მაგრამ 21% არის ჯანდაცვის სოციალური ხარჯების თბილისში და 11% ქუთაისში. ჩვენ რა ხალხი არა ვართ ქუთაისლები და თბილისი და განსაკუთრებული ადამიანები არიან. ამიტომ ბუნებრივია აი ეს პარამეტრები მოვა შესაბამისობაში და შეიძლება თბილისი ვერ გავასწროთ, მაგრამ არც არ ჩამორჩებით ამ პარამეტრებით. კარგით, ეს არის თქვენი პოზიცია. ბატონ გიორგი, ალბათ ჩვენს ტელემაყურებელს აინტერესებს, რა არის თქვენთვის ქუთაისი? რატომ აირჩიეთ ეს კანდიდატურა, თქვენი ეს პოზიცია უკაცრავად ეს პოზიცია და დიახ, დღეს თქვენ ცხოვრობთ ქუთაისში, ხომ? და აპირებთ ქუთაისში ცხოვრებას მთელი მანძილზე. აი გითხარით, რა არის ქუთაისი თქვენთვის? ქუთაისი ზოგადად გეტყვით, რომ ეს ქალაქი ზოგადად ჩემი ტკივილია. ამ ქალაქში იმდენი რამე არის გასაკეთებელი, რომ ხედავ უბრალოდ იმისთვის არა, რომ ჩემი კომფორტი იყოს შექმნილი, უბრალოდ ქალაქსაც არ შეფერის ასეთ მდგომარეობაში ყოფნა. თვითონ ქალაქს ამ ხნის ისტორიული ქალაქი არის და ასეთ სიტუაციაში დანგრევასა ნახევარზე მეტი შენობები, აგერ ბატონ ბატას შევხვდი ჩემუბანში და კი უთხარი სიტუაცია რა ხდება ჩემუბანში. ბინები არის წაქცევას. პლაშატკაზე, აგერ ავტოზაოდში, აგერ ავიღოთ რიონის პირასახლები რა დღეში არის. ვინმე ხელს არ კიდევს ამას გასაკეთებლად. აი ამ ყველაფერს მე აქ დავიბადე, აქ გავიზარდე, მე-11 სკოლა მაქვს დამთავრებული აქ და ძალიან კარგად მესმის ქუთაისის და ქუთაისლების ტკივილი. გასაგებ, აი ასე მოკლედ უნდა მითხრათ ბატონ ბატა. რა არის თქვენთვის ქუთაისი და თუ კიდევ უშოთ გახდებით მერობის კანდიდატი, დარჩებით თუ არა ქუთაისში, იმიტომ რომ თქვენ არ ცხოვრობთ ქუთაისში. ეს ბუნებრივია რომ ეს არის უდიდესი პლუსი. ვინაიდან მე არა ვარ ქუთაისში არ ცხოვრობდი ამდენხანს, თუმცა მაგრამ 20 წყალტუბოში კაც ვყრიდი, 4 თვე ცხოვრობდი წყალტუბოში, ანუ თბილისში არის ხელს ჩადაბრუნებული ვარ მაშინ, მაიაში ჩამოვედი ივანიშვილს ვქონდა. მაგრამ 4 თვე არა, ეს კანდა მე სადაც ვარ, იქ ვიხარშები. მე ციხეებში ცხოვრობდი, თუ ასე დეტალებში როცა ტელეფონზე ეკავდი ბავშვებთან, ესა ქვია, ბამასა და ციხეშიო. ანუ სულ იქ ვიყავი, სახში არ მოდიოდი. ანუ თუ რამეს ვირჩევ, ვარ ბოლომდე ვიხარშები იქ. ეს აბსურდულია და სასაცილოა, ქალაქის მერი იყო და მე ქვია, აქ არ ცხოვრობდი. თავარი ეს არ არის. თავარი არის ის, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია რეგიონების განვითარება. საქართველოს გახდა თავკომბალა და ქუთაისის შემცირება, ხალხის გასვლა არის კატასტროფა ასეთ მომენტში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო არჩევნებში მონაწილეობა, რათა უთხრათ ხალხს, რომ საქართველოს არ არის მარტო თბილისი და ჩვენ გახარია საქართველოსთვის, ლელოს, მათ შორის და ჩვენთან ერთად ვართ, ჩვენ არ ვკიდია ფეხებზე საქართველოს და მარტო თბილისზე არ ვფიქრობ. მე თბილისელი ვარ. ამიტომ მე მოვდივარ ქუთაისში, მე აქ ნათესავით კი არ ვყავს. მე კლანი არაერთი კლანი არ მეყოლება. ვერავინ ვერ მოვა მე მეტყვი პატა გახსოვთ ჩვენ რაღაცები ქონდა და მოდი გავნაგზოთ. გამორიცხულია. ანუ მე ვიქნები სუფთა, როგორც შევედი ციხეებში და სუფთა ვიყავი და ვერავინ ვერ მომეკარა და არ შემეცხო არანაირი მომეცხო არანაირი ტალახი პატარაც კი კორუფციისა, ასე ვერ მომეცხობა მე ვერც ერთი ვერანაირი ტალახი ქუთაისის. ამიტომ მოვდივარ შიშველი თუ შეიძლება ასე ითქვას და როგორ შიშველით მოდივარ კალოშებით რო ეცხვიან ისე კალოშები წავალ მე არაფერი არ მექნება ჩემი თავარი ამოცანა იქნება რომ ქუთაისმა თხოვოს 5 წლის შემდეგ რომ დარჩი კიდევ ერთხელ მერდად. დიდი მადლობა ბატონ გიორგი, თქვენ მოსახლეობასთან შეხვედრები გქონდათ და ალბათ კიდევ განაგრძობთ შეხვედრებს. ძალიან ცოტა დრო დარჩა არჩევნებამდე, ფაქტობრივად 4 დღე და 4 დღეში უკვე 4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იქნება მთელ საქართველოში. შეგიძლიათ ახლა თქვენს ამომრჩეველს მიმართოთ ჩვენი ეთერის მეშვეობით და თქვათ ის რისი თქმაც გინდათ მათთვის ეთერი ამის მასშტაბურ საშუალებას გაძლევთ. ჯერ ერთი პირველ რიგში მინდა მიმართო სულ ერთი ჩემი ამომრჩეველი იქნება თუ სხვა ოპონენტის ამომრჩეველი, ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. ყველა ქუთაისელი არის და ყველა ქუთაისელს შესაბამისად პატივცემი. მე მივესალმები იმას თუ ერთმანეთს გვერდში დაუდგებით. მე ვიძლევი სიტყვას და პირობას იმისას, რომ ჩემი მერობის გახდომის შემთხვევაში პირდაპირ წეხანაც აღვნიშნე ავტვირთავ პროგრამას და ყველაფერი იქნება ხალხისთვის თვალნათელი თუ რა კეთდება იმ პროგრამის მიხედვით. იქედან არ გადაეხვევა ერთი ნაბიჯი, არ არსებობს. ჩახედული იქნება ხალხი ქალაქის
ამშენებლობის საქმეში და ყველას ექნება მიმართულება იმისკენ, რომ ავაშენოთ ერთად ქალაქი. აქ მარტო მეც რომ ამირჩიონ და მარტო დამტოონ და არ დამიდგეს ჩემი ქალაქელები გვერდში, მარტო მე ვერაფერს ვერ ვიზამ. ამიტომ საჭირო არის რომ ყველა ერთმანეთის გვერდში დავდგეთ. სულ ერთია კიდევ და კიდევ ვამბობ, ვინ გაიმარჯვოს, მაგას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს. თავარია გაიმარჯვოს ისეთმა ადამიანმა, ვინც ჩვენ ქალაქს გამოადგება და ჩვენ ქალაქს ააშენებს. დიდი მადლობა. და მიხედავს. დიდი მადლობა, ერთი წუთი გაქვთ ბატონო პატა, იმიტომ რომ ამოიწურა. ბატონო მესმის. დიახ. ეხლა ხან ჩატარდა მოლდოვეთში არჩევნები. დიახ. და გაიმარჯვა პროევროპულმა ძალამ. აი დავიმახსოვროთ, არა ეს თარიღი, არამედ მოლდოვეთი როდის გახდება ევროკავშირის წევრი. როცა მოლდოვეთი გახდება ევროკავშირის წევრი, მაშინ გაგვთარიყავით ჩვენ ევროკავშირის წევრი, თუ ჩვენ ერთად მივდიოდით და საქართველოს გაჩერდა. მოლდოვეთი წავიდა წინ. ჩვენ 4-ში გვაქვს შანსი დავიწიოთ მოლდოვეთს. რა თქმა უნდა 4-ში ჩვენ ვერ შევცვლით საქართველოში არსებულ ვითარებას, მაგრამ 4-ში შეიძლება დავიწყოთ მშვიდობიანი გზით, არჩევნების გზით, ცვლილებებისკენ, როგორც თავის ძროზე ნაციონალურ მოძრაობამ გაიმარჯვა ადგილ არჩევნებში და შემდეგ უკვე პარლამენტში გვაქვს უნიკალური ანუ ქუთაისს თხოვ ძალიან. მოდით არჩევნებზე აუცილებლად. ბატონ გიორგის ამ შემთხვევაში თავარია მოხვიდეთ არჩევნებზე და ხმამისეთ ნებისმიერ გარდა ქართული ოცნებისა. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რა თქმა უნდა, ჩემს ზუგს უკან არის ორი ძლიერი პარტია, რომელიც პარლამენტში გავიდა. ეს არის ქვია გახარია საქართველოსთვის და ლელო. მათ ამბიციები აქვს. თუ ჩვენ ვიმარჯვოთ ქუთაისში, ჩვენ გავიმარჯვოთ დანარჩენ საქართველოში აუცილებლად. ძალიან დიდი მადლობა. ტელემაყურებლებს მინდა შევახსენო, რომ გადაცემის პირველი სტუმრები გახლდათ პარტია საქართველოსთვის. პარტია საქართველოს მერობის კანდიდატი გიორგი ამაღლობელი, ძალიან გავს თქვენი პარტიის სახელწოდებები ერთმანეთს და პარტია გახარია საქართველოსთვის ქუთაისის მერობის კანდიდატი პაატა ზაქარიაშვილი. წარმატებებს გისურვებთ ორთავეს, იმეც ვიტოვებ, რომ მომავალში აუცილებლად შევხვდებით ისევ. ახლა რეკლამაზე გვიწევს გასვლა, რამდენიმე წუთში სტუმრებთან ერთად კვლავ პირდაპირ ეთერში დავბრუნდებით. გადაცემის მეორე ბლოკის სტუმარი მინდა წარმოგიდგინოთ ტეკლა მებურიშვილი, პარტია გირჩის კანდიდატი ქუთაისის საკრებულოში, ასევე ჩვენ გვყავდა მოწვეული ძლიერი საქართველოს ლელოს წარმომადგენელი ბატონი ალექსანდრე მიქაუტაძე, მაგრამ მან ვერ მოახერხა მოსვლა პირდაპირ ეთერში, ამიტომ გაბატონ ტეკლა თქვენთან ერთად მოგვიწევს დღეს საუბარი. მინდა შევახსენოთ ჩვენს ტელემაყურებლებს, რომ თქვენ შეგიძლიათ გვიყუროთ ტელე-რადიო კომპანია რიონის ეთერის მეშვეობით და ასევე გვისმინოთ რადიო რიონის მეშვეობით FM 105-სა და 5-ზე. პირველ რიგში მე მაინტერესებს, რატომ მიიღეთ გადაწყვეტილება, ან როგორ მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხართ დღეს უკვე კანდიდატი ქუთაისის საკრებულოში. მოგესალმებით, პირველ რიგში მივესალმებით თქვენს მაყურებელს და მსმენელებს. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოწვევისთვის და იმ ჩართულობისთვის, რომელიც გამოიჩინეთ ქუთაისის საკრებულოს არჩევნების პერიოდში. მე ზოგადად პოლიტიკით დაინტერესებული ვარ ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან, ესე რომ ვთქვათ. ანუ გამოცდილება საკმაოდ დიდი გაქვთ, მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა. 28 წლის ვარ და გადაწყვეტე რომ ჩამოყალიბე სამართალზე. სამართალზე სწავლის პერიოდში ძალიან მინდოდა რომ ყოფილიყავი მოსამართლე. და რაღაცა ამისკენ მივისწრაფოდი. თუმცა შემდეგ საქართველოს შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მალე მივხვდი რომ ამ ქვეყანაში მოსამართლეობა არც სათანადო რეპუტაციაზე მიუთითებდა და რაღაცნაირად ერთმართველურ სისტემაში, სადაც სასამართლოც არ არის დამოუკიდებელი შტო, არ შეიძლება იყოს პატრიოტული ადამიანი მოსამართლე. ამიტომ რაღაცნაირად ეს დროებით დავივიწყე ეს პროფესია იურიდიული კუთხით. საკმაოდ ხმამაღალ განცხადებას აკეთებთ ახლა გაბატონ ტეკლა. არა, მე ჩემს მისგებია. გეუბნებით რამაც გადამაწყვეტია პოლიტიკით დამინტერესებულიყავი და რაღაც ეტაპზე სხვათა შორის გირჩის პოლიტიკური ლიდერები ალექსანდრე რაქვიაშვილი და იაკო ხვიჩა ჩემი ლექტორები იყვნენ თავისუფალ უნივერსიტეტში. და უკვე რაღაცა ის იდეოლოგიურად თანხმედრა რომ მქონდა ამ ხალხთან თავიდანვე გრძნობდი, ანუ ლიბერტარიანული კუთხით გულისხმობ, რა თქმა უნდა და ეს ხედვა ყოველთვის განსაკუთრებით მაინტერესებდა, რასაც პარტია გირჩი იმ დროისათვის ქვეყანაში არ ვითარებდა.
შემდეგ კონკრეტულად შეგიძლიათ მაინც კონკრეტულად რა? ანუ ნაკლები ბიუროკრატია სახელმწიფოს მმართველობის ნაკლები წნეხი ადამიანის ცხოვრებაში ის რომ რაღაცა გათავისუფლდეს ხალხი მმართველის პარტიის მიერ კონტროლირებადი სისტემიდან და ბევრი საკითხი რომელიც ადამიანის ღირებულებაზე იდგა და არა ეგრეთ წოდებული სახელმწიფოს ინტერესებზე. ამ პერიოდში გავხდი გირჩი შევიდა პარლამენტში და მე გავხდი იაგოს თანაშემწე პარლამენტში და ასევე იურიდიული წარმომადგენელი ვიყავი, ანუ ვაკეთებდი კანონ პროექტებს და შემდეგ ინიციირებას უკეთებდი, ვსწავლობდი საქართველოს პარლამენტში შემოსულ კანონებს, ვაკეთებდი ეგრეთ წოდებულ რეპორტებს და მუშაობდი პარლამენტში ჩვეულებრივად კანონ პროექტებზე და კანონმდებლობაზე. ანუ გამოცდილება საკმაოდ სერიოზული გაქვს ამ კუთხით. ხო, ანუ გავიცანი ადამიანები შესაბამისად რაღაცნაირად კონტაქტი მქონდა პოლიტიკოსებთან და ის გარემო ძალიან ჩვეულებრივი გახდა ჩემთვის პარლამენტის საკანონმდებლო სივრცე და პოლიტიკა. ანუ ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი იყო და შესაბამისად, როდესაც ეს გადაწყვეტილება მივიღე, ხო ამ გამოცდილებას უფრო დავეყრდენი, იმიტომ რომ მე ქუთაისში გადმოვედი საცხოვრებლად. გავთხოვდი დაოჯახდი და ჩემი ოჯახი ახლა ქუთაისში არის. შესაბამისად, ჩემი რაღაცა პოლიტიკური განზრახვები ცოტა ჩამოშორდა რაღაცა პერიოდით უკვე, იმიტომ რომ ქუთაისში ვცხოვრობდი, ეს ქალაქი არ გამოირჩევა ხა პოლიტიკურად აქტიური რაღაცა გამოსვლებით ან რაღაცებით და მე რა ვიცი, ჩემი პატარა ბიზნესი მაქვს ქუთაისში სასტუმროს მართავ და აი რაღაცა პატარა ბიზნესმა მიბიძგა რომ რაღაცა ბევრი პრობლემა. სათქმელს ყოველთვის ამბობს მაინც ქუთაისი. აუცილებლად. ჩუმად ხმაურობს. აუცილებლად, გეთახვებით და ამ ჩემი პატარა ბიზნესიდან გამომდინარე, სულ ხედავდი რაღაცა პრობლემებს, რომელსაც ვაწყდებოდი ბიუროკრატიულ ქალაქის მმართველობასთან უკვე. და სულ მქონდა რაღაცა ეს განცდა, რომ კარგი იქნებოდა, რომ ვიღაცა ყოლოდა იქ ადამიანი, ვისაც ვეტყოდი ამას და ეს გაიზიარებდა შემდეგ ჩემს იმ გამოცდილებას თუ რაღაცა პრობლემას და გადაწყვეტავდა. მაგრამ რა თქმა უნდა, ესეთი ადამიანი ჩემს ირგვლივ არავინ არ აღმოჩნდა და როცა შემოთავაზეს, რომ შეიძლებოდა თუ არა ყოფილიყავი მე გირჩის კანდიდატი ქუთაისის საკრებულოს არჩევნებში, დავთანხმდი მარტივად. გასაგებია, ძალიან მოკლედ გითხარით თქვენი ბიოგრაფიის შესახებ, საინტერესოა რა თქმა უნდა, მით უმეტეს ამ ასაკში. და ახლა მე მაინტერესებს და ალბათ მოსახლეობისთვისაც საინტერესო იქნება, რატომ უნდა მისცეს ხმა, როდესაც თქვენ იღებთ მოსახლეობის ხმას, იღებს გირჩი, ხო? ხმას ბუნებრივია. აი რატომ უნდა მოგცეთ მოსახლეობამ ხმა, ამ მრჩეველმა? რატომ უნდა შემოხაზოს გირჩი? რა ხდება თქვენთან? საინტერესო. იცით როგორ არის, თუ ადამიანი აკვირდება პოლიტიკურ სიტუაციას რაც ქვეყანაში მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, მე ჩემი ხედვა მაქვს ამასთან დაკავშირებით და ადამიანებს საკუთარი ხედვა უყალიბდება შემდეგ პროცესების დაკვირვების პერიოდში. ჩემი გადმოსახედიდან დღევანდელი სიტუაცია ეს ბიპოლარული გარემო რაც არის, ერთ მხარეს რაღაცა ქართული ოცნება და მეორე მხარეს რაღაცა რადიკალური ოპოზიცია. ამ ორ არჩევანს უკვე ხალხი რაღაცნაირად უარი უთხრა თავისი პროტესტით ის, რომ რაღაც არჩევნებზე წასვლა ბევრ ადამიანს არ უნდა, ბევრს აქვს ნიჰილიზმის განცდა, რომ ქვეყანაში ბევრი არაფერი შეიცვლება. ქვეყნის მასშტაბით ანუ ქვეყნის მასშტაბით რა არაფერი იწვება, ეს რაღაცა მხოლოდ თბილისზე ვრცელდება და ქუთაისი კიდევ უფრო პატარა წერტილი არის ამ ქვეყნის მასშტაბში, სადაც ადამიანებს კიდევ უფრო ნაკლებად აქვს იმის გაცხრა, რომ ქუთაისში რამე მნიშვნელოვანი შეიცვლება. და ჩვენ ვართ ადამიანები, თუ ხალხი ამას აკვირდება, რომლებიც არც ერთ და არც მეორე მხარეს არ მივიტყვით. არ მივიტყვით, რომ ვიყოთ რაღაცა ქართულ ოცნებასთან დაახლოებით აფილირებული პარტია, ან ძალიან, ასე ვთქვათ, რადიკალურ ოპოზიციად ვიქცეთ, რომელსაც არც ვერც კარგს ხედავს და ვერც არ უნდა რომ დაინახოს რა ხდება ქვეყანაში, დადებითიც და უარყოფითაც ობიექტურად აფასებს. შესაბამისად, ის ნიჰილიზმი, რომელიც ადამიანებს აქვთ დღევანდელი პარტიებისა და წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც არ ენდობიან უკვე 9 წლიანი მმართველობის შემდეგ 12 წლიანი მმართველობის შემდეგ გამოცდილ პოლიტიკოსებს და არ უნდათ ისევ ერთი და იგივე წესზე წავიდნენ, გირჩი არის უალტერნატივო ამ ხრივ. პარტია, რომელსაც შეუძლია თავაზობს იდეოლოგიურად ჩამოყალიბებულა და არც ერთხელ არ გადაუხვევია მისი იდეოლოგიის გზას. გეუბნებათ, რომ ჩვენ ამ წუთას არ შეგვიძლია რაღაცა გრანდიოზული ცვლილებები მოვახდინოთ, მაგრამ თვითმმართველობა, რომელიც აბსოლუტურად არის, ესე რომ ვთქვათ, არ გააჩნია თვითმმართველობისთვის დამახასიათებელი არც ერთი ელემენტი გარდა რაღაცა ფასადური შენობისა და ადამიანებისა, რომელიც უბრალოდ ისხდებიან და რაღაცა მოლაპარაკებებს აწარმოებენ და ამაში თვითმმართველი ქალაქის წარმომადგენლები ჩართულები არ არიან, არ შეიძლება ამას ჩვენ დავარქვათ თვითმმართველობა. და ჩვენ მეუბნებით ადამიანებს, თუ მე ახალს დამიჭერენ და თუ გირჩი წარმოდგენილი იქნება სათანადოდ ქუთაისის საკრებულოში, ჩვენ აუცილებლად მოვუსვათ თითოეულ მათგანს. ვპირდებით, რომ ის ბიუროკრატიული პრობლემები, რომლებიც მათ წარმოშვებული აქვთ იქ არსებული სისტემის ჩამოყალიბებული სისტემის მიერ, ჩვენ მარტივად შევძლებთ, რომ თუ კი საკრებულოში ყავს შენიანი
ადამიანი, რომელსაც შენ ხარი დაუჭირე და მიდიხარ მასთან და ის გეუბნება, რომ შენ ამ პრობლემას მე უფრო მარტივად მოგიგوارებ, იმიტომ რომ საკრებულოს წევრი ვარ და მეტი გავლენა შეიძლება მოვახდინო პროცესებზე. რა თქმა უნდა ეს არ არის აბსურდი და რაღაცა ციდან მოგონილი დაპირება, რომელსაც ვერ შევასრულებთ, ხო? ძალიან კონკრეტული დაპირება, რომელსაც ვფიქრობ, რომ მარტივად გაიგებს ჩვენი მოსახლეობაც და მარტივად შევძლოთ ჩვენს ამის აღსრულებას. გასაგებია. ჩვენ გადაცემის პირველ ბლოკში სტუმრად გვყავდა ქალაქის მერობის ორი კანდიდატი. ძალიან კარგი რომ სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები იყვნენ. პარტია საქართველოს წარმომადგენელი გახლდათ და ასევე გახარია საქართველოსთვის წარმომადგენელი და მათი შეხედულებით მწვანე ქალაქი იქნებოდა ქუთაისისთვის ძალიან კარგი, ინდუსტრიული ქალაქის სტატუსს თუ დაიბრუნებს ქუთაისი კარგი იქნება, ეს არის მათი შეხედულება, რა თქმა უნდა და მათი მოსაზრება. ასევე დაასახელეს სხვადასხვა პრობლემები, ეს იყო ტრანსპორტთან დაკავშირებული ავტობუსების დამატება და ახალი ტრანსპორტის შემოყვანა ქალაქში, სანიაღვრე გზების და კანალიზაციების მოწესრიგება, ასევე საუბარი იყო ნაგავსაყრელებზე და ასევე კორუფციაზე იყო საუბარი და კორუფციის აღმოფხურის აუცილებლობაზე და ზოგადად სამოქალაქო სექტორის გაძლიერებაზე, ბიუჯეტის გამჭვირვალობაზე და ასე შემდეგ. ჩემი კითხვა მათთანაც იგივე იყო, რა ფუნქცია უნდა ჰქონდეს ქუთაისს, რა არის ქუთაისისთვის ყველაზე მეტად პრიორიტეტული, თქვენ როგორ ფიქრობთ? აი თქვენი შეხედულებით და განსაკუთრებით ხაზგასმით მინდა ახალგაზრდებისთვის რა იქნება საინტერესო ჩვენი მომავალი თაობისთვის და მე ყველა ასაკის წარმომადგენელს რა თქმა უნდა პატივს ვცემ, იმიტომ რომ მე აბსოლუტურად განსხვავდები ახალგაზრდების ასაკიდან და სულ სხვა ასაკის წარმომადგენელი ვარ, ეს ბუნებრივიც არის, მაგრამ ახალგაზრდები მიტომ მაინტერესებს ასევე ვთქვი პირველ ბლოკში, რომ ჩვენი მომავალი თაობა ახალგაზრდა ადამიანი და თუ ის არ იქნა ქალაქში საქართველოში, ну მაშინ ბუნებრივია მომავალიც არ იქნება ქვეყნის. ამიტომ თქვენი პარტია როგორ ხედავს ამას? თან საინტერესო კითხვა არის, სხვათა შორის და ჩვენც აი ყველაზე ხშირად რა ამ კითხვას უსვამთ საკუთარ თავებს და ერთ-ერთ რომ ვიკრიბებით, ანუ რაღაც ადამიანები რომელსაც ინტერესი გვაქვს, რომ რაღაცა ფუნქციას გულისხმობთ. აი რა ფუნქცია შეიძლება ჰქონდეს ამ ხალხს? არაერთხელ იყო ეს კითხვა ამ სტუდიაში ჩემი მხრიდან გაჟღერებული და სხვათა შორის პირდაპირ მნიშვნელობით პასუხს ვერავინ ვერ ამბობს. ხო, და ნახეთ, აი ძალიან ბევრი ვიფიქრეთ, მივხვდით, რომ ინდუსტრიული ქალაქი ეს ვეღარ გახდება ეხლა რაღაცა. ანუ აბსოლუტურად ეწინააღმდეგებით პირველ ბლოკში წარმოდგენილი სტუმრების მოსაზრებას. ძალიან ისეთი რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა მოხდეს. აი რაღაცა თან ხელოვნურად არ მესმის როგორ უნდა მოხდეს ინდუსტრიული ქალაქი. ეხლა საბჭოთა კავშირის პერიოდში, როდესაც რაღაცა ერთი რაღაცა ქალაქიდან ყველაფერი იმართებოდა და ფუნქციები იყო განაწილებული, გასაგები არის, რომ ის რაღაცა ფუნქცია მიანიჭეს ხელოვნურად და ხელოვნურად ეს ფუნქცია ცოცხლობდა, იმიტომ რომ 15 მოკავშირე სახელმწიფო ამას ამუშავებდა, ხო? ეს ხო არ იყო ისე რომ რაღაცა აი სამწუხაროდ მე არ მაქვს დეტალებში შესვლის უფლება, იმიტომ რომ წამყვანი ვარ ამ შემთხვევაში, მით უმეტეს წინასაარჩევნო პერიოდში, ამიტომ აბსოლუტურად თქვენ მოსაზრებას ვისმენთ. და ჩემს ხმამაღლა ვსჯელობ ამასთან დაკავშირებით უბრალოდ. და მეც ვფიქრობ, რომ იეგოს და სანდრო რაკუიაშვილს ჰქონდა ერთი ძალიან საინტერესო იდეა ქუთაისთან დაკავშირებით, ეს იყო რომ დედაქალაქის ქუთაისში დაბრუნება. მახსოვს ეს ამ ინფორმაციის შესახებ გაჟღერება და ვერ მიიღო მხარდაჭერა ბატონმა იაგომ. ეს იცი რა ისის პრალიც არის რომ რაღაც სათანადო პერიოდი ამას მოსაზრდებელი სამუშაო ჭირდება რაღაცნაირად კვლევის გაკეთება რა ვიცი ადამიანებთან დასხდომა და ამ თემაზე მსჯელობა ესე პირდაპირ მიწოდებული იდეა შესაძლებელია რომ რაღაცა ვერ აიტაცოს ხალხმა. მაგრამ მე ვფიქრობ რომ ეს არის საუკეთესო გამოსავალი იმ ჩიხიდან სადაც ქუთაის მართლა შესული არის. ამ ქალაქს არანაირი ფუნქცია არ გააჩნია. მე ვახსენე ახლა პირველ დასაწყისში მაგრამ ბოდიში არ დაგავიწყდეთ თეკლა ვერ დათმო პარლამენტი თბილისმა. არა თავის დროზე ეს არასწორი გადაწყვეტილება იყო თავის დროზე არავინ არ კითხა ქუთაისელებს პარლამენტი უნდათ თუ არა ქუთაისში და ვიცით კიდე ის სამწუხარო ფაქტები რაც იმ პერიოდში მემორიალის აფეთქებას მოყვა, ნუ არ არის დღევანდელი გადაცემის თემა, მაგრამ შემდეგ ასევე არავინ არ კითხა ქუთაისელებს რომ პარლამენტი უკვე გადაქონდათ, იმიტომ რაღაც იმედი გაჩნდა ახალგაზრდებს რაღაც თითქოს ფუნქციაც დაეკისრათ,
ფუნქციები ახალგაზრდებს. და ამ შემთხვევაში, როდესაც ესეთ გლობალურ საკითხს წამოჭრის ბატონი იაგო და მხარდამჭერიც, ამიტომ ხომ არ ყავს ქუთაისში რომ გამოცდილება გვაქვს. ცუდი გამოცდილება არსებობს. რეალური ხომ არ არის. მაგრამ არაფერი არ არის რეალური, ამიტომ დედაქალაქის სტატუსს ანიჭებს კონსტიტუციითაც გათვალისწინებული არის და რა ვიცი, მთავრობა ამ სტატუსს განსაზღვრავს, ხო? და ამაზე კონსენსუსი თუ შედგება და რა ვიცი, ქუთაისლების მხრიდან ამის სათანადო ხარდაჭერა რო ქონდეს, არარეალური ვერაფერი ვერ იქნება. ანუ თქვენ მაინც მხოლოდ ერთ ფუნქციაზე საუბრობთ. ერთ ფუნქციაზე. თავისთავად ეს ფუნქცია, ანუ ქუთაისის დედაქალაქობა ალტერნატიული ხომ არ დაგიჭირათ მხარი. მოსახლეობამ, საზოგადოებამ შესაძლოა მოკლედ რო იყო და ამიტომ მე არ ვიცი ახლა ვერ შევდივარ სეგმენტში ეს არ არის სერიოზული, ეს არ იყო სერიოზული. ეს ძალიან ზედაპირულად საქმე იყო. აი სხვა ფუნქციას ხომ ვერ ხედავთ, რაიმეს ხომ ვერ მოგვაწვით ინფორმაციას, მიაწვით მათ, ვისაც ხელმწიფეობა. მე მართლა მჯერა იმისი, რომ ახლა რაღაცა ეტაპობრივად აქ დაიწყოს მზადება იმისთვის, რომ დედაქალაქი გახდეს ქუთაისი. ანუ ამდენი საელჩო უნდა გადმოვიდეს, ამდენი თანამშრომელი, უცებ რამდენი ფული გაჩნდება ამ ქალაქში, ხო წარმოგიდგენიათ, ანუ რა უნდა შეაჩეროს ამ ახალგაზრდების დინება ამ ქალაქიდან. თუ ეს ქალაქი ეკონომიკურად არ გაძლიერდება და არ გაჩნდება კარგი კინოთეატრი, კარგი რა ქვია, გასართობი რაღაცა ცენტრები, ანუ ქალაქში არაფერი იმის დამახასიათებელი არ არის, თქვათ, რასაც ახალგაზრდა შესაძლებელია რომ დრო გაიყვანოს, სასიამოვნოდ გაატაროს და ცხოვრება კომფორტული იყოს ქალაქისთვის. არაფერი მსგავსი ამ ქალაქში არ არის და ეს თავისთავად ეკონომიკური ცენტრი უნდა დარჩეს თბილისი, როგორც არის, იყოს თბილისი, რომ აი ამერიკის მაგალითიც ხო ეს არის, ნიუ-იორკი არის რაღაცა ეკონომიკური ცენტრი, მაგრამ ვაშინგტონი დედაქალაქია, მეტი ფუნქცია იმ ქალაქს არ აქვს, მაგრამ ყველა კარგად ცხოვრობს. კი ბატონო, გეთანხმებით. ხვდებით მოსახლეობას გაქვთ შეხვედრები, საინტერესოა რა პრობლემები დაინახეთ და რამდენად შეძლებთ დახმარებას ან მოგვარების გზების ძიებას, თუ კი თქვენ ამომრჩეველმა მოგცათ ხმა და აღმოჩნდით ქუთაისის საკრებულოში. მოსახლეობას ძალიან მრავალფეროვანი პრობლემები აქვს. ახლა თქვენ ჩამოთვალეთ ბატონმა მერის კანდიდატებმა, რაც ისაუბრეს ორი პარტიის წარმომადგენლებმა. ყველა პრობლემა ერთბაშად შეიძლება რომ რაღაცა 5 ადამიანსაც რო შეხვდა, 5-მა სხვადასხვა პრობლემას დაგისახელებს. ახლა ინფრასტრუქტურული პრობლემა, კანალიზაციის პრობლემა, გამწვანების პრობლემა, ტრანსპორტის პრობლემა, ყველა ეს პრობლემა ადამიანებს აწუხებთ თავისთავად. ახლა ქუთაისში ვინც ცხოვრობს, იცის რა პრობლემები აქვს და ამ პრობლემების შესახებ ადამიანები გვყვებიან, რომ რაღაცა ზოგს ნებართვა არ აქვს, შენებლობის ნებართვა უნდა რაღაცა ისტორიულ ადგილზე ცხოვრობს და კულტურული ჩვენი მერიის განყოფილებიდან ვერ იღებს შესაბამის პასუხს, რომ მიიღოს ნებართვა რაღაცა ფასადის ცვლილებასთან დაკავშირებით. ამას ჭირდება დრო, ოდინი, შეიძლება 2-3 წელი გაიწეროს პასუხი, იმიტომ რომ რაღაცა მერია არ არის ამაზე კომპეტენტური, რომ გიპასუხოს. თბილისის სამინისტრო არის ჩართული, რომელიც სადაც უნდა გადამისამართდეს. ანუ თვითმმართველობის ფუნქციის დაბრუნება რეალურად უნდა მოხდეს. პირველ რიგში ამაზე უნდა დავიწყოთ. დეცენტრალიზაციას გულისხმობთ, ხო? დიახ, აი ქუთაისს უნდა ქონდეს საკუთარი რესურსი. მათ შორის ეკონომიკური, ანუ ქუთაისლების გადასახადი, ჩვენ სადაც მუშაობთ, ვაკეთებთ რაღაცა დოვლათს ვქნით და ეს გადასახადი ცენტრალიზებულად მე რაღაცა მთავრობის ბიუჯეტში მიდის და მე ნაწილდება იქედან რაღაცა გაურკვეველი პრინციპებით. ასე არ უნდა იყოს, ვიცი, ქუთაისში უნდა შეჭებოდეს ქუთაისის ბიუჯეტი, ანუ ეს გადასახადები, რომელსაც ჩვენ ქუთაისლები ვიხდით და პირიქით უნდა იყოს, ანუ მთავრობა თვითონ დაგვაწონებდეს თავს და ჩვენ უნდა ვწყვეტდეთ, რამდენი ნაწილი უნდა წავიდეს ცენტრალურ მთავრობასთან, ჩვენი გადასახადებიდან გადახდეთ და არა პირიქით, როგორც ეს ხდება, რომ მთავრობა წყვიტავს, ჩვენი გადასახადები რამდენი დაგვიბრუნდება უკან. ხა პარკის რეაბილიტაცია მოხდა 15 მილიონია თითქმის დახარჯული ამ პარკზე. ქუთაისლებს ვინმე მკითხავთ, ჭირდებოდა თუ არა 15 მილიონიანი პარკი, ან რამე დისკუსია ამ საკითხთან დაკავშირებით ოდესმე გაკეთდა, ანუ არ ვიცი, აზრები ხო გაყოფილია, ვიღაცას ძალიან მოწონს, ვიღაცას ნაკლებად მოწონს, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით დისკუსია არ შემდგარა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ადამიანი როგორც ცნობს იმას, რომ ჩვენი გადასახადების 15 მილიონია დახარჯული ამ პარკზე, ამ პარკს კრიტიკულად შეაფასებდნენ და არა რაღაცა მოწონების და რაღაცა აღრთოვანებით. მე ამაში დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანების განცდებით არ არის შესაბამისი. ადამიანები ფიქრობენ, რომ ეს სადღაც ეს ფული რაღაციდან სახელმწიფო მოგცა, ანუ ეს სადღაც სუბიექტურად არსებობს სახელმწიფო და ამ სახელმწიფომ გადმოგვიგდა რაღაცა 15 მილიონი.
განცდები უნდა შეიცვალოს, ადამიანებთან რაღაცა კომუნიკაცია უნდა შეიცვალოს. პოლიტიკოსი არ უნდა იყოს ადამიანის მაღლა, პირიქით, ანუ რაღაცა თანაბარ პირობებში უნდა ვიყოთ და მერიაში რომ მიხვალ და საკრებულოში, მიხვალ, ანუ კარები კი არავინ არ უნდა გამოგიჯახუნოს, რომ დღეს შეთვის არცალია და იყო ასეთი შემთხვევები? ახლა ხო გჯერათ რომ რა თქმა უნდა იქნებოდა მილიონი ახლა. არა, პირადად თქვენ თუ ქონიათ დავუშვათ. ჩემთან ყოფილი ადამიანი რომელსაც უთქვამს რომ იქნებ გამეხმაროთ. გასაგები. შესაბამისად მე მინდა რომ ადამიანებს ყოველდღიური პრობლემების გადაჭრაში დავეხმარო. ის საშუალებაც მე ექნება, რამდენი ადამიანით შევალთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბიუროკრატიას რაც შეუძლია რომ შეზღუდოს, ამ მარწუხებისგან მიხსნათ. თუ მეტი რესურსი გვექნება და რა ვიცი, გირშმა ღმერთ მაგნას, რომ ისეთი უმრავლესობით მოვიდეთ ოდესმე ქვეყანაში, რომ ეს ბიუროკრატიული სისტემა დაინგრეს და მართლა თვითმმართველობა გქონდეს, ჩვენი არჩეული პოლიციელი გყავდეს, ჩვენი არჩეული მოსამართლე გყავდეს, ჩვენ ვწყვეტდეს ჩვენი ქალაქი როგორი იქნება, ჩვენ ბედს და სადღაც თბილისიდან ჩვენგან ძალიან შორს, რამდენიმე ასეული კილომეტრიდან დამძალი პოლიტიკოსები არ წყვეტდნენ ჩვენს ბედს. ეს არის თქვენი სურვილი, მაგრამ მოლოდინი როგორია? მოლოდინი წინასაარჩევნო გარემოდან გამომდინარე. მე მოუწოდებ ხალხს, რომ აუცილებლად მოვიდნენ არჩევნებზე. თქვენ უკვე შეგიძლიათ მიმართოთ, დიახ. აუცილებლად მოვწანით არჩევნებზე. ოღონდ მოწოდება არ გააკეთოთ. თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ ამორჩეველს. დიახ. ამორჩევას მიმართა, რომ მოვიდნენ არჩევნებზე, დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია, იმიტომ რომ რაღაცა ეს პროპაგანდა რომელიც მიმდინარეობს, რომ აზრი არ აქვს არჩევნებზე წასვლა, იმიტომ რომ იგივე წრეზე ვიქნებით, გირჩი ნამდვილად არის ის პარტია, რომელიც არ მიცემს საშუალებას არავის იგივე წრეზე წაგიყვანოთ და იგივე პრობლემების წინაშე დაგაყენოთ, რაც 9 წლის წინ 12 წლის განმავლობაში გავხთ. ამიტომ ვიმედობას არაფერი კარგი არავისთვის არ მოუტანია და ვფიქრობ, იმედის ნაპერწკალი არსებობს და ეს 4 ოქტომბერს აუცილებლად მინდა რომ გირჩის საზეიმო გამარჯვებით დასრულდეს. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებები მინდა გისურვოთ. შევახსენებთ ჩვენს ტელემაყურებლებს, რომ გადაცემის მეორე ბლოკის სტუმარი გახლდათ თეკლა მებურიშვილი, გირჩის პარტია გირჩის კანდიდატი ქუთაისის საკრებულოში. მე გადაცემის ბოლოს კიდევ ერთხელ მინდა ჩვენი რესპონდენტების ძალიან გლობალური სურვილები აღნიშნო. გადაცემის პირველი ბლოკის სტუმრებმა თქვეს, რომ მათთვის ქუთაისის ფუნქცია, ქუთაისის სტატუსი არის იგივე მწვანე ქალაქთან კავშირში, ინდუსტრიულ ქუთაისთან კავშირში და ასევე აგრარულ ინდუსტრიულ ცენტრთან კავშირში და ქალბატონმა თეკლამ აღნიშნა, რომ ერთ-ერთი გამოსავალი და საინტერესო ფუნქცია ქუთაისისთვის იქნებოდა დედაქალაქის სტატუსი. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ჩვენს ტელემაყურებლებს იმისათვის, რომ იყავით ჩვენთან ერთად და შევახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის ყურების საშუალება თქვენ გქონდათ როგორც პირდაპირ ეთერის მეშვეობით ტელერადიო კომპანია რიონის ეთერში, ასევე შეგეძლოთ მოგესმინათ რადიო რიონში FM 105-სა და 5-ზე. მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად, მე გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის. მნიშვნელოვანი ფაქტები, საზოგადოების ჩართულობა, ანალიზი, მთავარი თემები. საზოგადოებრივ პოლიტიკურ თოქ-შოუში თემა ნანა